სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა ამინ. მე გამოგიჩიეთ თქვენ სოფლისაგან, ამისთვის სძულთ თქვენ სოფელს. მოიხსენეთ სიტყვა იგი, რომელი გარკვ თქვენ. არა არს მონა უფრო სუფლისათვისისა. უკვე თუ მე მდევნეს, თქვენცა გდევნე. ნახეთ მაცხოვარი რას გვეუბნება. თითოეულ ჩვენთაგანს და ყველა ქრისტიანს, ჩვენამდე არსებულს და ჩვენ შემდგომ მეორედ მოსვლამდე ვინც იქნება. გაიხსენეთ. რა გითხარით თქვენ? მონა ბატონზე უფროსი არ არის. მე თუ მდევნეს, თქვენც მდევნია. ამ სიტყვებზე უბრალოდ მინდა ყველანი დავფიქრდეთ, რას ნიშნავს. პრაქტიკულად მაცხოვარი გვეუბნება, რომ თუ თქვენ ჩემი მოწაფეები ხართ, მაშინ თქვენ უნდა იდევნებოდეთ. ანუ ეს სოფელი უნდა გდევნიდეს. ხილული მატერიალური სოფელი იქნება ეს, ადამიანი იქნება ეს თუ სხვა რამ, თუ ბოროტი. თუ ეს ესე არ არის, ალბათ არ შევწდებით, უფრო კითხვა არის. კითხვას უფრო უსვავ, ეხლა საკუთარ თავსაც უსვავ და თქვენს ეს კითხვა რო დასვათ, ვართ ჩვენ მოწაფეები ქრისტესი თუ კი არ ვიდევნებით. თუ კი ჩვენ განცხრომასი სიმშვიდეში ვცხოვრობთ, არაფერი არ გაგვჭირვებია, მაშინ რანაირი მოწაფეები ვართ ქრისტესი? ან მეორე შეკითხვა, თუ ასე ცხოვრება გვინდა, მაშინ რანაირი მოწაფეები ვართ ქრისტესი? იმიტომ რომ ქრისტიანი ვინ არის? ადამიანი, რომელიც ქრისტეს მსგავსად ცდილობს რომ იცხოვროს. თუ ადამიანი ქრისტეს მსგავსად ცდილობს რომ იცხოვრო, მაშინ გამორიცხულია რომ უამრავი განსაცდელი არ, ესე ვთქვათ, გეხვიოს გარს. მაგრამ ჩვენ სამწუხაროდ ხედავთ, რომ არანაირი განსაცდელები პირიქით გვინდა რომ აქაც ლხენით, კეთილდღეობით ვიყოთ, არაფერი გვიჭირდეს. რაიმე სერიოზული კი არა, გაციებაც კი არ გვინდა და დახველება ხანდახან, იმ წუთას წუწუნს მოვყვებით, რტვინვას მოვყვებით, თითქოს ღმერთს რაიმე გამოეპარა და საყდურსაც ხანდახან ან ქვეცნობიერად, ან ხმამაღლა შეიძლება გონებაში, ან სიტყვითაც თქვათ, რომ ადავაშავე ღმერთო. აი დღეს ცისკრის სახარებაში ესეთი სწავლება გითხრა კიდე ჩვენმა უფალმა, რომ ჩიტი არ იყიდებაო, ჩიტი ბაზარში ჩიტი არ იყიდება, რომელიც არ იცის ღმერთი. აი ჩიტი რო იყიდება, ჩვეულებრივი ფრინველი რაღაცა რო იყიდება პატარა, ისიც კი იცის ღმერთმა. ისიც კი მისი ნებით და დაშვებით ხდება. და კითხვას გვისვავს, რა გეშინიათო? თქვენ ხო ძალიან ბევრ ჩიტზე უფრო ძვირფასები ხართ. თქვენი თავის თმაც კი დათვლილი მაქვს. უფალი გვეუბნება. ანუ თითოეული ჩვენთაგანის, რაც არ უნდა უბირად გვეჩვენებოდეს ეს ადამიანი ამ დედამიწას. აი რაც არ უნდა უღირსად და მიგდებულად და უპატრონოთ. აი ყველაზე მდაბიოც რო იყოს. მისი თავის თმაც კი დათვლილი აქვს ღმერთს. ამით რა თქმა უნდა, იმის თქმა უნდა, რომ თითოეულ ჩვენთაგანზე ზრუნავს. აბა რაღაცო გეშინი, გვეუბნება. მაგრამ ჩვენ ვატყობთ, რომ სულ ამ შიშებში ვართ. ჩვენ გგონია, რომ რაღაცა ღმერთს გამოეპარა. და რამე რო დაგვემართება, გგონია, რომ ეს რაღაცა სხვა რაღაცის გამო დაგვემართა. ესე არ არის, რაც გვემართება, ყველაფერი ჩვენ საკეთილდღეოდ გვემართება. არც წმინდა გიორგის წამება იყო შემთხვევითი. აი წმინდა გიორგი ნამდვილი ქრისტიანი. ნახეთ დღევანდელი მეორე უკვე წირვის სახარება. ამას გამოსცემთ მაცხოვრებელობა, ამას გასწავლეთ, რომ ვიყვარდეთ ერთმანეთს. აი ეს იქნება ყველაზე
წმინდა გიორგის შეასრულა. იმიტომ რომ მან არანაირი საფრთხე არ ემუქრებოდა. აბსოლუტურად არანაირი საფრთხე არ ემუქრებოდა. დიოკლეტიანეს დაშლის პროცესი იყო ესე. არანაირი საფრთხე არ ემუქრებოდა, მაგრამ რადგან მას აესწავლება ჩვენი უფლისა რომ მიყვარდეს ერთმანეთი, მთელი ესე ვთქვათ სიღრმით ჰქონდა გააზრებული, ვერ დაიტია მან თავისი ძმებისა და დების ქრისტიანების ტანჯვა-წამება და ამიტომ წარმოუდგა დიოკლეტიანეს და ამხილა იგი მკაცრად თავის უსჯულოებაში. აი ამის შემდგომ დაიწყო მისი აღუწერელი ტანჯვა-წამება. თუმცა ტანჯვა-წამება ეს შეიძლება ჩვენ ვიძახით ესე, მაგრამ ეს წმინდა გიორგისთვის იყო, რა ვიცი, ალბათ ყველაზე დიდი ჯილდო მის ცხოვრებაში, რაც მას მიიღო. პავლე არ გეგონოთ ეს რომ რაღაცა პავლე მოციქულიც კი თავის უამრავ ტანჯვას, რაც მან გამოიარა ქრისტეს სიტყვის გადაგებისთვის, საკუთარ დიდებად თვლიდა. და ამისთვის აქებდა და ადიდებდა ღმერთს. წმინდა გიორგიც ესე იყო. აქებდა და ადიდებდა ღმერთს ყველა იმ ტანჯვისთვის, რომელიც მას დიოკლეტიანემ მიაღწია. ტანჯვა ეს უფრო დიოკლეტიანესთვის იყო, ვიდრე წმინდა გიორგისთვის. აი ესეთი დამოკიდებულება უნდა გქონდეს წესით ჩვენც ამ სოფლიური განსაცდელების მიმართ. თითოეული მათგანი, აი კიდევ ვიმეორებ, ალბათ არ იქნება გადამეტება თუ იტყვი, რომ აი გაციებაც კი რომ მოევლინება ადამიანს, აი გაციებაც კი. ისას კი შეუძლია ადამიანს მოწამეობა დაქციოს. და გვირბინად დაიდგას საკუთარ თავზე. თუ იტყვის რომ მერთო, მადლობა რომ მომივლინე ეს განსაცდელი, იმიტომ რომ მე დიდი არა ვარ, როგორც წმინდა გიორგი იყო, როგორც წმინდა მარინე იყო, წმინდა ეკატერინე, მე სუსტი უვარგისი ადამიანი ვარ და ამიტომ მე ჩემი წოდების გამო აი გაციება მომივლინე და მოვითმენ უფალო. მოვითმენ და უდრტვინველად გადავიტან შენ, მერთო გეხვეწები ჩემი უამრავი წოდები მაპატია. აი უბრალო გაციებაც კი მოწამეობად შეუძლია ადამიანს აქციოს. მაგრამ ჩვენ სამწუხაროდ ესე არ ვიქცევით. უბრალო მაგალითად უთანხმოება მეგობართან ადამიანმა შეგიძლია აქციო, აი როგორ თქვა, ღვთისმსახურებოდ. და როგორ? თუ ადამიანთან რაიმე უთანხმოება გაქვს და შენ გაგახსენდება დღევანდელი სახარების სწავლება, რომ უფალმა გვითხრა და გვამცნო, რომ გიყვარდეთ ერთმანეთი. სოფელია თქვენი მტერი, თქვენ ერთმანეთი უნდა გიყვარდეთ. და აი მაცხოვრის ამ სიტყვების გამო ენაზე იკბენ და გაჩუმდები და იტყვი რომ უფალო, მოდი, შენ ხო მითხარი და ეხლა განა რა არის ჩემგან რამე აქვს ამას რომ გავჩუმდე ეხლა. და სიყვარულის გამო დავთვალ. არაფერი. ამას თუ გააკეთებს ადამიანი, ღვთისმსახურია. ის უკვე როგორც მოციქულები ღვთის სიტყვას ემსახურებოდნენ, ისიც ემსახურება ღვთის სიტყვას. პავლე მოციქული კორინთელების მიმართ რო წერს ერთ-ერთ მის მეორე წერილს, ასეთ რამეს ეუბნება რომ თქვენა ხართო ჩვენს მიერ დაწერილი ღვთის სიტყვა. კორინთელებს მიმართავს. აი თქვენ ხართო დაწერილი სიტყვა. ნახეთ, ანუ თქვენი ცხოვრება, თქვენ როგორც ცხოვრობთ, ეს არის ჩვენი სიტყვის ხორციელი გამოსახვა. ამიტომ, როდესაც ადამიანი თუნდაც აი ამ სწავლებას ხანდახან მაინც თავის ცხოვრებაში ხორჩიასხამს, ის იქნება ხორჩესხმული სახარება. ჩვენი წმინდანები სხვა არაფერი არ იყვნენ, თუ არა ხორჩესხმული სახარება. ბევრ ადამიანს უკვირს, რომ რატო ბევრს რა ახლა, პროტესტანტულ სამყაროს, რომ წმინდანებს რატომ სცემ თაყვანს და რატომ არიან ისინი ავტორიტეტები, ისინი ხო ჩვეულებრივი ადამიანები არიან. არა ბატონო, ისინი ჩვეულებრივი ადამიანები არ არიან. ისინი არიან ხორჩესხმული სახარებები, თითოეული მათგანი. სახარება იყო მთლიანად მათში დაწერილი. და ისინი გვიჩვენებდნენ ჩვენ ადამიანებს თუ როგორ ცვლის სახარება ადამიანს. აი რა არის სახარება ადამიანში. წმინდანები ესენი არიან, წმინდა გიორგი ესეთია.
მან გვაჩვენა რა არის სახარება. როგორები უნდა ვიყოთ ჩვენ თუ ჩვენ სახარებას სწორად კითხულობთ. მიხდით? ამიტომ ღმერთმა შეგვაძლებინოს ეს, რომ ეს ძალიან მცირედშია, კიდე ერთხელ გიმეორებთ, რაღაცა დიდზე არ ვიფიქროთ ეხლა ჩვენ, რომ დიოკლეტიანე გაცოცხლდება და ეხლა ჩვენ სტანჯვაწამებას დაიწყებს. მართლა გულწრფელად გეუბნებით, ელემენტარული გაციება, ელემენტარული უთანხმოება მეგობართან. ელემენტარული მაგალითად სხვისი ნივთის არაღება, ელემენტარული მორჩილება. აი ეს ელემენტარული ძალიან მცირე საქციელები ადამიანმა შეიძლება აქციოს ღვთისმსახურების უმაღლეს ხარისხად. თუ კი ის იქნება ყურადღებიანი თავისი ცხოვრებისა და საქციელის მიმართ. ღმერთმა წმინდა გიორგის მეოხებით ჩვენი განსაკუთრებული მფარველია წმინდა გიორგი, იმიტომ რომ ჩვენ მის ტაძარს ვემსახურებით, მისი ლოცვით ღმერთმა მოგმადლოს ის სიყვარული, რომელიც მას ჰქონდა, ის მხნეობა და ვაჟკაცობა, რომელიც მას ჰქონდა. ღმერთმა დაგლოცო და გაგვრთო.